კარგით. ახლა აქ რა გვაქვს, ესე იგი პოზიცია -50-დან 0 არ დაგვავიწყდეს და უნდა გაიზარდოს 10 პიქსელით. ესე იგი პატარა 10 პიქსელიანი უნდა იყოს, მერე 20, 30, 40, 50 და ასე შემდეგ. პირველ რიგში მოდი set position-ი დავწეროთ და პირდაპირ დავწეროთ -100 და 50 და აი აქ წამოვიდა. მაგრამ ეს ხაზი არ უნდა დახატოს. ამიტომ ჩვენ უნდა დავწეროთ თავში pen API. გავუშვათ, მოვედით აქ. პოზიციაზე მოვიყვანეთ. ახლა ჩვენ უნდა შევქმნათ ერთი მართკუთხედის დახატვის ფუნქცია. მაგრამ სანამ მართკუთხედის დახატვის ფუნქციას შევქმნით, მანამდე ცვლადი უნდა შევქმნათ, რომელიც იქნება 10-ის ტოლი, ანუ კვადრატს ხომ length უდრის 10-ს. ხომ აქვს 10 პიქსელის სიგრძის მქონე გვერდი. ამიტომ ვქნით ამას. ახლა აქ შევქმნათ მოდი მართკუთხედის დახატვის ფუნქცია, მოდი define rect დავარქვათ. ბრჭყილები, წერტილი enter-ი და რას ვაკეთებთ? ესე იგი forward-ი გვინდა წინ და links-ით უნდა წავიდეს ხოლმე, Ctrl-C, Ctrl-V. ამის შემდეგ left-ი გვინდა 90 გრადუსით და თუ დაუკვირდებით, ესენი ჩვენ უნდა გავიმეოროთ 4-ჯერ, იმიტომ რომ 1 გვერდი, 2 გვერდი, 3 გვერდი, 4 გვერდი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ეს ჩავსვათ for loop-ში, ანუ for I in range. აქ მივდით 4, გადავედით გვერდით, 2 წერტილი, ჩამოვედით ქვევით, ესენი მოვნიშნეთ, თავით გამოვწიეთ. ახლა ჩვენ თუ აქ rect-ს დავწერთ, მართკუთხედი არ დაიხატება, იმიტომ რომ აქ გვინდა pen down-ი. გავუშვათ ახლა თავიდან. დავხატეთ ერთი პატარა მართკუთხედი. ახლა რა უნდა გავაკეთოთ იცით? ეს უნდა გადავიყვანოთ შემდეგ პოზიციაზე, ანუ აი აქედან უნდა წავიყვანოთ აი აქ, ხო? მაგრამ თუ დაუკვირდებით, მართკუთხედის სიგრძე ხომ იზრდება, ასევე ამათ შორის დისტანციაც იზრდება, მართკუთხედის სიგრძე, ანუ კვადრატის სიგრძე იზრდება, დისტანციაც იზრდება. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ცვლადი ისე უდრის ესე 10. და ახლა ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ახალი ფუნქცია, რომ ეს კუ გადავიდეს ახალ პოზიციაზე, ანუ define next position, მაგალითად position ბრჭყილები 2 წერტილი და enter. ახლა რა უნდა გავაკეთოთ? კალამი რა თქმა უნდა აიღოს, ანუ pen API გვინდა რომ არ დახატოს. შემდეგ forward-ი გვინდა რომ წინ წავიდეს დისტანციის მანძილით, მაგრამ დისტანციის მანძილით რომ წავიდეს, აი ამ წერტილზე ხომ არის? აი ამ წერტილზე არის და დისტანცია 10 უდრის და მოვა ამ წერტილზე. ამიტომ ესე იგი გვერდი უნდა გაიაროს ჯერ. ანუ მოდი პატარა მართკუთხედზე, პატარა კვადრატზე, აი დიდ კვადრატზე აგიხსნით, ესე იგი აი ამ წერტილზეა, ხო? თითქოს ამ პატარა მართკუთხედზე იხსნით, რომ გავადიდოთ, თითქოს გადიდებულია. აი ქვედა მარცხენა წერტილზეა Q, ანუ ჯერ უნდა გაიაროს კვადრატის სიგრძე და მერე დისტანცია. ამიტომ დისტანციაც აქ უნდა დავუმატოთ კვადრატის სიგრძე, ხო? ანუ length-ი უნდა დავუმატოთ, რომ მივიდეს იმ წერტილზე, სადაც ახალი კვადრატის დახატვა უნდა დაიწყოს. შემდეგ უნდა pen down-ი და ბრჭყილები. ეს next position-ი გადმოვიტანოთ და ჩავსვათ აქ, runs დავაჭიროთ, დახატა და ამას აქ უნდა ბრჭყილები უნდა runs დავაჭიროთ, დახატა და წავიდა წინ. ახლა რა უნდა გავაკეთოთ?
კვადრატის სიგრძეც და დისტანციაც უნდა გავზარდოთ. ამიტომ ჩვენ ვწერთ აქ length პლუს უდრის 10, ხო? 10-ით უნდა გავზარდოთ და ასევე დისტანციაც პლუს უდრის 10. და ისევ უნდა გამოვიძახოთ recti და ისევ უნდა გამოვიძახოთ next position-ი. ამიტომ ჩვენ ახლა შეგვიძლია ეს კოდი ჩავსვათ for-ში. ჩავსვათ აქ for I in range და 4 მივუთითეთ, გადავდგენთ ორ წერტილი, ჩამოვედით და დავით გამოვწიეთ მარჯვნივ. ავედით დავხატეთ 1 2 3 4 5 1 2 3 4 და 5 უნდა დაგვეხათ. აქ მივუთითეთ 5 და მოდი ცოტა ავაჩქაროთ ფენაფი. აქ მივუთითოთ speed-ი შვილებში 10. run. ძალიან კარგი. submit continuous დავაჭიროთ. ჩაგვითვალა ეს დავალებას, გადავედით უკვე შემდეგ დავალებას.